გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ გერმანულ ენაში ვისწავლით კუთვნილებით ნაცვალსახელებს ნომინატივში. ნომინატივი ეს არის სახელობითი ბრუნვა. ნომინატივ ეს არის სახელობითი ბრუნვა და დღეს ჩვენ ვისწავლით კუთვნილებით ნაცვალსახელებს ნომინატივში. ოღონდ სანამ გადავალთ კუთვნილებით ნაცვალსახელებზე, მანამდე მინდა რომ პირის ნაცვალსახელები გავიხსენოთ, რადგან მინდა რომ ეკრანზე პირის ნაცვალსახელებიც იყოს და მე პირის ნაცვალსახელების წინ მინდა რომ დავწერო კუთვნილებითი ნაცვალსახელები. რადგან მგონია რომ ასე უფრო ადვილად დაიმახსოვრებთ კუთვნილებით ნაცვალსახელებს. ესე იგი, დავიწყოთ მაშინ პირის ნაცვალსახელებით. გერმანულად მე ეს არის ich. Ich მე. შენ ეს არის du. Du შენ. is sie es. ცალ-ცალკე ვწერ სამივეს ერთად არ ვწერ. როდესაც ზმნებს ვსწავლობთ, კი ამ ნაცვალსახელებს ერთად ვწერ ხოლმე, მაგრამ აქ ცალ-ცალკე ვწერ, რადგან მინდა რომ ამ სამ ნაცვალსახელზე ვისაუბროთ. ნახეთ, is sie es სამივე ითარგმნება როგორც is. ოღონდ ახლა რა ხდება? პირველი. იკითხება როგორც ესეც დაიმახსოვრეთ, რა თქმა უნდა. ეს არის მამრობითი სქესი. ანუ ამას ჩვენ ვიყენებთ მამრობითი სქესზე. შემდეგი მეორე არის sie, ეს არის მდედრობითი სქესი. და მესამე ეს არის ეს. ეს არის საშუალო სქესი. ოღონდ სამივე რა თქმა უნდა ქართულად ითარგმნება როგორც is. sie es. is. ჩვენ ეს არის wir. wir ჩვენ. თქვენ ეს არის ihr. ihr თქვენ და ეს არის მრავლობითი დაიმახსოვრეთ, რადგან თქვენ გერმანულში გვაქვს ორი, ერთი არის ihr და ერთსაც ახლა ვისწავლით. ანუ დაიმახსოვრეთ რომ ihr ეს არის მრავლობით. შემდეგი ისინი გერმანულად არის sie, ისინი და გვაქვს ასევე თქვენ, რომელიც ყოველთვის დიდი ასოთი იწერებოდა არის sie, ოღონდ ეს არის თავაზიანი ფორმა. ესე იგი, პირის ნაცვალსახელები კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ich, მე, du, შენ, is მამრობითი სქესი, sie is მდედრობითი სქესი, es is საშუალო სქესი. wir ჩვენ, ihr თქვენ, sie ისინი, sie თქვენ თავაზიანი ფორმა. ახლა რა ხდება? მოდით ახლა პირის ნაცვალსახელების წინ, ანუ პირის ნაცვალსახელების მერე დავწეროთ კუთვნილებით ნაცვალსახელები. ნახეთ, ოღონდ ნომინატივში, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს კუთვნილებით ნაცვალსახელებს ვსწავლობთ ნომინატივში. ჩემი გერმანულად არის mein, meine. mein, meine. შენი dein, deine. dein, deine. მისი მამრობით სქესზე გვაქვს ოღონდ საუბარი. მისი არის sein, seine. sein, seine. მისი მდედრობითი სქესი იქნება ihr, ihre. მერე მოდის მისი და ეს არის საშუალო სქესი, აქაც იქნება sein, seine. sein, seine. ესე იგი, დაიმახსოვრეთ, მისი გერმანულად არის sein, seine, სადაც არის მამრობით და საშუალო სქესი და ihr, ihre, სადაც არის მდედრობითი სქესი. კარგით, შემდეგი ჩვენი ეს არის unser, unsere. თქვენი ეს არის euer, eure. მათი ihr, ihre და ასევე თავაზიანი ფორმა თქვენი იქნება ihr, ihre. როგორც ხედავთ, კუთვნილებით ნაცვალსახელიც კი დიდი ასოთი იწერება. ესე იგი, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ნახეთ, ახლა ცალ-ცალკე გავიმეოროთ, რადგან წეღან ორივე ფორმა ერთად ვთქვი, ხო? mein, meine, dein, deine. ახლა მოდით ცალ-ცალკე. ჯერ პირველი ფორმა გავიმეოროთ. mein, ჩემი, dein, შენი, sein, მისი მამრობითი და საშუალო სქესია ეს, ihr, მისი მდედრობითი სქესი. unser, ჩვენი, euer, თქვენი, ihr, მათი, ihr, თქვენი, რომელიც არის თავაზიანი ფორმა. ახლა მოდით ამ ფორმაზე ვისაუბროთ. ნახეთ, ეს კუთვნილებით ნაცვალსახელები. ანუ mein, dein, sein და ასე შემდეგ, ანუ რომელ კუთვნილებით ნაცვალსახელებსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ. ეს კუთვნილებით ნაცვალსახელები გამოიყენება მამრობით და საშუალო სქესის არსებითი სახელის წინ. გერმანულში ხო სქესებია
სამი სქესი ხომ არის მამრობითი სქესი, მდედრობითი სქესი და საშუალო სქესი. ესე იგი, ეს კუთვნებითი ნაცვალსახელები უნდა გამოვიყენოთ მამრობით და საშუალო სქესის არსებითი სახელების წინ. ავიღოთ, მოდით, მამრობით სქესის არსებითი სახელი, მაგალითად დეა-აცთ. დეა-აცთ არის ექიმი და როგორც ხედავთ, ეს არსებითი სახელი არის მამრობით სქესის არსებითი სახელი, რადგან წინ აქვს დეა არტიკლი. ჩვენ ვიცით, რომ დეა ეს არის მამრობით სქესის არტიკლი, ხო, როდესაც არსებითი სახელის წინ არის დეა არტიკლი, ეგრევე ხვდებით, რომ ეს არსებითი სახელი არის მამრობით სქესის არსებითი სახელი, რადგან დეა არის მამრობითი სქესის არტიკლი. კარგით. დეა-აცთ მამრობითი სქესის არსებითი სახელია, ამიტომ ახლა როგორ იქნება ჩემი ექიმი? mein-Arzt. mein-Arzt, ჩემი ექიმი. შენი ექიმი იქნება dein-Arzt. dein-Arzt. მისი ექიმი იქნება sein-Arzt an ihr-Arzt. sein-Arzt, ihr-Arzt. ჩვენი ექიმი unser Arzt. unser Arzt. თქვენი ექიმი euer Arzt. euer Arzt. მათი ექიმი იქნება ihr Arzt. ihr Arzt და თავაზიანი თქვენი ექიმი ეს იქნება ihr Arzt. ihr Arzt. ასევე ეს კუთვნებითი ნაცვალსახელები გამოიყენება საშუალო სქესის არსებით სახელთან. მაგალითად, das Kind. შვილი ან ბავშვი, das Kind. და ეს არის საშუალო სქესის არსებითი სახელი, რადგან წინ აქვს das არტიკლი და das ხომ არის საშუალო სქესის არტიკლი. ესე იგი, kind არის საშუალო სქესის არსებითი სახელი. ჩემი შვილი გერმანულად იქნება mein Kind. შენი შვილი dein Kind. მისი შვილი sein Kind an ihr Kind. ჩვენი შვილი unser Kind. თქვენი შვილი euer Kind. მათი შვილი ihr Kind. ასევე თავაზიანი თქვენი შვილი იქნება ihr Kind. ახლა გადავიდეთ მეორე ჯგუფზე. meine, deine, seine, ihre, unsere, eure, ihre, ihre. ყველა, აქ როგორც ხედავთ, ყველა ეს კუთვნებითი ნაცვალსახელი ბოლოვდება ე-ზე. ახლა ნახეთ. ეს კუთვნებითი ნაცვალსახელები გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებითი სახელებთან და ასევე მრავლობითში გამოიყენება ეს კუთვნებითი ნაცვალსახელები. რაც ნიშნავს მრავლობითში გამოიყენება? ანუ როდესაც არსებითი სახელი არის მრავლობითში უკვე, იმ არსებითი სახელის წინ უნდა გამოვიყენოთ აი ეს კუთვნებითი ნაცვალსახელები. მაგალითად, მოდით ავიღოთ ერთ-ერთი მდედრობითი სქესის არსებითი სახელი, მაგალითად die Medizin. die Medizin არის წამალი. მდედრობითი სქესის არსებითი სახელია. წინ აქვს die არტიკლი და die არტიკლი ვიცით რომ ეს არის მდედრობითი სქესის არტიკლი. die Medizin, ესე იგი ამ არსებითი სახელთან, ანუ მედიცინა ამ არსებითი სახელთან ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აი ეს კუთვნებითი ნაცვალსახელები. ეს კიდევ იცით როგორ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ? მდედრობითი სქესის არტიკლს დააკვირდით, წერის ფორმას დააკვირდით, ე-ზე ხომ ბოლოვდება და კუთვნებითი ნაცვალსახელების ე-ზე ბოლოვდება. რაც შეეხება მრავლობითის არტიკლს, მრავლობითის არტიკლიც ხომ არის die. როგორ იწერება ისიც d, i, e იწერება, ხო? ისიც e-ზე ბოლოვდება. კუთვნებითი ნაცვალსახელების e-ზე ბოლოვდება. კარგით, medizin, წამალი. ჩემი წამალი როგორ იქნება? meine Medizin. meine Medizin. შენი წამალი deine Medizin. მისი წამალი seine Medizin an ihre Medizin. ჩვენი წამალი unsere Medizin. თქვენი წამალი eure Medizin. მათი წამალი ihre Medizin an თქვენი წამალი თავაზიანი ფორმა ეს იქნება ihre Medizin. ასევე ახლა მოდით ავიღოთ არსებითი სახელი, რომელიც არის მრავლობითში, მაგალითად die Augen, თვალები. თვალები, არსებითი სახელი არის მრავლობითში die Augen, თვალები. მრავლობითში, როდესაც არის არსებითი სახელი, იმ არსებითი სახელთანაც უნდა გამოვიყენოთ ეს კუთვნებითი ნაცვალსახელები. ანუ ჩემი თვალები იქნება meine Augen. შენი თვალები deine Augen. მისი თვალები seine Augen an ihre Augen. ჩვენი თვალები unsere Augen. თქვენი თვალები eure Augen. მათი თვალები ihre Augen.
ასევე თავაზიანი თქვენი თვალები იქნება ihre Augen. Აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს მერე, ამ გაკვეთილის მერე უკვე თქვენთვის გასაგები იქნება თუ რომელი კუთვნილებით ნაცვალსახელი როდის რა შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ და ბოლოს მინდა გესაუბროთ ონლაინ გაკვეთილებზე. რადგან კომენტარებში ძალიან ხშირად წერენ ონლაინ გაკვეთილებს ვატარებ თუ არა, დიახ, ონლაინ გაკვეთილებს ვატარებ, რა თქმა უნდა, გერმანულსაც და ინგლისურსაც ვასწავლი. ამიტომ ვისაც გაინტერესებთ გაკვეთილების დროები და ასე შემდეგ, ან უფრო მეტი ინფორმაცია გაკვეთილებზე, შეგიძლიათ მომწეროთ Instagram-ზე. Instagram-ზე მომწერეთ და იქ, რა თქმა უნდა, აუცილებლად გიპასუხებთ. ყველას წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე. კარგად!